ამბობენ, რომ ამ მუსიკის ფონზე ასე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი. $1923 წელი. უნგრელმა კომპოზიტორმა რეს სოშერეშმა დაწერა მელოდია. თავად შერეში ამბობდა. იმ დღეს საიყო მძიმე, მიწაცილი და გული მკვდარი. სევდიანი კვირა იგივე გლუმის სანდეი პირველად ბუდაპეშტში გაშხერდა. რამდენიმე კვირაში კი უცნაური ამბები გავრცელდა, თითქოს ამ მუსიკის მოსმენის შემდეგ ადამიანების სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდნენ. სიკვდილის წინ გიტოვებდნენ წერილებს, სადაც უმეტეს შემთხვევაში ერთი და იგივე ტექსტი ეწერა. მე გისმენდი. ეს გახლდათ სიკვდილის გალობად წოდებული სიმღერა. რამდენიმე ქვეყანაში აკრძალეს კიდეც. რადიოებში ვერ ბედავდნენ მის გაშვებას. კაფეები და ბარები კრძალავდნენ დაკვრას. 1941 წელს ბილი ჰოლიდეიმ თავისი ვერსია იმღერა და მას შემდეგ გლუმის სანდეი მთელ ამერიკას მოედო. ჰოლიდეის ხმა ბნევნისლიან ღამეში კიდევ უფრო მეტ სევდას ასხივებდა. ის, ვინც ეს დაწყევლილი სიმღერა შექმნა, წლების შემდეგ თავად ვერ გაუძლო სამყაროს სიმძიმეს და სიცოცხლეს სუიციდით დაასრულა. ეს კი ნაწყვეტი სიმღერიდან გლუმის სანდეი ბილი ჰოლიდეის შესრულებით. I live with unknown